კარგი, აბა ყველა დაეწყვეთ ჩემს უკან. და ახლა ყველა ერთად ვიმღერებთ სიმღერას. ზაფხული ცხელია, ზაფხული კარგია, ზაფხული ცხელია, ზაფხული კარგია. მოიცათ და ვინ გითხრათ რომ იცურავებთ? რას გულისხმობ? არ ვიცურავებთ? სხვათა შორის მე უკვე მზად ვარ, აი სახელურები და კამერაც მაქვს. ბავშვებო, ეს გაიგეთ? მან ჯერ გითხრა რომ გვემღერა ზაფხული ცხელია, ზაფხული კარგია. მორჩა, მე ძალიან მინდა ცურვა. ხო, მეც მინდა ცურვა, ამიტომ მოშორდი აქედან და არ შეგვაწუხო. ეს ორი დღეა ძალიან ცუდად იქცევით. თუ გინდათ იცურავოთ, მოусმინეთ, რასაც გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ქცევაზე. ო, არა! კარგით, ბავშვებო, მოდი მოусმინოთ რა უნდა და გავაკეთოთ რაც უნდა და მერე მოგცემს უფლებას ვიცურავ. ჩემი აზრით ის ტყუის, მაგრამ მაინც არ მოგცემს ცურვისნებას. პირველ რიგში ვხედავ რომ გასუხდით, ცომის გროვებს გავხართ. ამიტომ უნდა დაკარგოთ წონა, რომ ჩემნაირი ლამაზი ტანი გქონდეთ. ეი, ბებია, იქნებ არ მინდა შენნაირი ტანი მქონდეს. იქნებ მე მომწონს როგორი სხეულიც მაქვს. ხო, ჩვენ ყველას კარგი ფორმა გვაქვს. ხო, მე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფორმა მაქვს მთელს ბარბის სამყაროში. მე კენ სუპერმენი ვარ, ხო იცი? არ მესმის, ჩემს წინააღმდეგ მიდიხართ? კარგი, ყველა ცომის გროვა სახლში ნამდვილი ბარბები კი იცურავებენ. აბა გოგოებო, ვინ არის ჩვენში ცომის გროვა? არავინ. ჩვენ ყველა ბარბები ვართ. კარგი, მაშინ ცოტა გახურდებით სანამ იცურავებთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემი მოქმედებები გაიმეოროთ. ეს გაიგეთ ბავშვებო, ჩვენ გავხურდებით ბებია ბარბისთან ერთად. მიდი, გვაჩვენე გასახურებელი მოძრაობები. დროზე. კარგი, გაიმეორეთ. 1 2 3 1 2 3 1 2 3 1 მესაური 3 1 2 3 1 2 3 კარგი, ახლა ერთად გლასი ძუნძულეთ. მიდით, იჩქარეთ, ისე ქენით რომ მუხლები ნიკაპთან აიტანოთ. ბერაკეთეთ. კარგი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პირველი ფაზა დამთავრებულია. ახლა შევაჯამოთ. შენი და შენი არ მომეწონა, მაგრამ აი შენი ძალიან კარგი იყო. რა? რას გულისხმობ არ მოგეწონა? ჩვენ ხომ ძალიან ვეცადეთ. ჩაგვიშვით სასაცურაო აუზში. ხედავთ გოგოებო, ჩემი გახურება მოეწონა, ახლა ვიცურავებ. არა, მე ამ პატარა გოგოზე ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, შენი კი, აბა. გოგოებო, აუზში დაგეოლდებით რომ ვიცურაოთ. ბებია, მე არ მესმის, ყველა დავალება შევასრულე. ნუ ხო, კი, ასე თუ ისე გააკეთე. კარგი, მოგცემ უფლებას იცურაო. აჰა, ეს გაიგონეთ? მაგარი კენი ვარ. დიმაკენ, არა, ჩვენ იცურავე. ო, გეყოფათ, თქვენს გამო მატრასი დამავიწყდა. ეს ხომ ჩემი მატრასია. მოღალატე, აქ აღარ დაბრუნდე. და ახლა თქვენ აი ამ ბალახს ამოგლეჯთ მიწიდან და მე გიყურებთ. რა, ძალიან ცხელა და ჩვენ ეს ბალახი უნდა ვგლიჯოთ? წარმოუდგენელია. წარმოდგენას ცდება, ვეღარ ავიტან ამას. ხო, და დიმაც უკვე მოღალატეა. რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ აუზში ჩაგვიშვან. ხო, რამე უნდა მოვიფიქროთ. გითხარით უკვე ეს ბალახი თავისით არ ამოიგლიჯება. გოგოებო, რამე იდეა ხომ არ გაქვთ? მოდი ფერიანათლიას დავუძახოთ. ხო, და გადავაქცევინოთ ეს აუზი ყინულად, თუ ჩვენ ვერ ჩავალთ, ვერც ისინი ჩავლენ. კარგი, მოდი. 1 2 3 ფერიანათლია, მოდი ჩვენთან. 1 2 3 ფერიანათლია, მოდი ჩვენთან. გოგოებო, შეხედეთ. რა მშვენიერი ამინდია, რა კარგია დასვენება. ეს რა არის? ფერიანათლია აქ რას აკეთებს? ვაიმე, ამას შეხედეთ. ჩანს რომ ბებიას ძინავს. ჩუმად. გოგოებო, დამეხმარეთ. ფერია, რას აკეთებ? რა გჭირს? ისევ და ისევ გეძახდით. შენ კიდე აქ აუზში წევხარ და ისვენებ. შენ დახმარება გჭირდება.
გოგოებო, დღეს არაფერი არ მთხოვთ, დასვენების დღე მაქვს. ო, მართლა? იცი რა, დღეს ყველა ჩვენ წინა აღმდება. გოგოებო, რის გაკეთებას აპირებთ? არაფერი არ გააკეთოთ. მიდი, იცურავე. კარგი გოგოებო, წავედით. აქედანო გამოვალ და ფრთებს გავიშრობ. ჯოხს ვიპოვი და სულ ყველას ბაყაყებად გადაგაქცევთ. ახლა ვაპირებთ ცურავობას, უბრალოდ ასაცმელს ვიცვი. შეხედეთ. გაჩერდით. ერთი იდეა მაქვს, რომ დიმამ ვერ იცურავოს. შეხედეთ, ტანსაცმელები აქვს. მოდი ავიღოთ და ვეღარ იცურავებს. ხო, ჯიჯი, რა მაგარი იდეა. მე კენ სუპერმენი ვარ. ახლა ცურვას ვაპირებ და ტალღებს უნდა შევეხო. შეხედეთ, წავედით. ეხლა შენ ნახე, დიმა მოღალატევ. დიმა, ისევ გინდა ცურვა აუზში? რა თქმა უნდა ვიცურავებ, უბრალოდ ჯერ ტანსაცმელს ვიცვი. ვაიმე, დიმა, ეს ვისი საცვალია? ახლა ის აუზში გაფრინდება. აქედან როგორ უნდა გამოვიდეთ? ტანსაცმელი რატომ გადააგდეთ? როგორ ვიცურო? გოგოებო, 1, 2, 3. გოგოებო, რა გააკეთეთ? მე რას მიპირებ? შენ ამას იმსახურებ, შენ მოღალატევ. მოდი გოგოებო, ვიცურაოთ. აქ რა ხდება? რატომ არის ასეთი ხმაური? ვფიქრობ ვიღაცა დაისჯება. ბებია ბარბი, მათ ჩემი ტანსაცმელი აუზში გადააგდეს, რა უნდა გავაკეთო? არა უშავს, ამათ ახლავე გავუმკლავდები. რა? ცუდად იქცევით. რას აკეთებ, გოგოებო, კარგით რა? აჰა, ესეც შენ. მოდი, უფრო მეტი შევასხათ. კარგი ჯიჯი, სამთვლაზე. ჯიჯი, მიდი რა, მალე, გინდა ცურვა თუ არა? რა მაგარია ცურვა. მოიცადე ჯიჯი, არ გაიხადო ტანსაცმელი. სანამ ვიცურავებთ და გავიწყდა რომ აუზი უნდა გავწმინდოთ? რატომ უნდა გავწმინდოთ? დიანა, ნახე, რა სუფთაა და ძალიან თბილია ეს წყალი. ჯიჯი, რატომ მკითხულობ ამას? ძალიან ბევრი მწერია შეგნით, კოღოები და ყველაფერი, რაც ღამე ჩავარდა. ამიტომ უნდა გავწმინდოთ, თორემ არ ვიცურავებ. ახ, დიანა, რა რთული ადამიანი ხარ. კარგი, ჩქარა გავწმინდოთ და ვიცურავოთ. ჯიჯი, ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე აქ დავწვევი, გავირუჯები და დიანამ თავისით გაწმინდოს ეს აუზი. აი, ახლა გავწმინდავთ აუზს. სუფთა იქნება, არანაირი მწერი აღარ იცურავებს. ჯიჯი! რა გინდა დიანა? ვერ ხედავ რომ გეხმარები? აი, ვიყურები, სად არიან მწერები. აგერ არის, უკეთესად გაწმინდე. იცი რა, ჯიჯი, ახლავე შიგნით შეხვალ და მე მარტო ვიცურავებ. გასაგებია? ჩქარა ადექი და დამეხმარე გაწმინდაში. ნახე დიანა, იდეა მაქვს. შენს მეგობრებს ვთხოვოთ, რომ მოვიდნენ და გაწმინდონ ეს აუზი. ჯიჯი, იცი რა, თუ არ გინდა გაწმინდა, არც გჭირდება. ამას ჩემით გავწმინდავ და მარტო ვიცურავებ. შენ არ იცურავებ. ბავშვებო, ეს ჩემთვისაა? დიანა, გამარჯობა, გჭირდება ჩვენი დახმარება აუზის გაწმენდაში. გამარჯობა ბიჭებო, რა მაგარი სასახლე მოგიტანიათ? მოდი, ახლა რიგრიგობით ვიცურავოთ. ოღონდ ჯიჯი არ იცურავებს. რა სისულელეა? ჯიჯი არ იცურავებს, ჯიჯი იცურავებს და პირველი იცურავებს ამ სასახლეში. ესე იგი გჭირდებათ ჩვენი დახმარება. დიმა, რა დებილობა კითხვა, რა თქმა უნდა დავეხმაროთ. კარგი ბიჭებო, მოდით დამეხმარეთ გაწმენდაში. კარგი ბიჭებო, ჩქარა დამეხმარეთ რომ გავწმინდოთ, თორემ გაუსაძლისი სიცხეა. კარგი, სულ ესაა.
კოსტა გინდა მტვერს სრუტი ჩავხტო. რა თქმა უნდა, ჩართე ჩქარა. არა უშავს, ჯიჯი იცურავებს, ნახავთ. დიმა ჩართე. არტემ უკვე ჩავხტე. არტემ, ყველა ერთად ვიცურავებთ, არა? მე და შენ ხომ მეგობრები ვართ. ჯიჯი, გაჩერდი, არ ვართ მეგობრები. ბავშვებო, დასაფენი მოვიტანე. სულ ესაა თითქმის დავამთავრე. ო, დასაფენი, ახლა ცოტას გავირუჯები. ჯიჯი, არაფერსაც არ იზამ. ეს დასაფენი ჩემთვის არ მომიტანია, არაფერს აკეთებ, ხო და ჩვენთან ერთად არ დაისვენებ. მოდით ყველამ ერთად ჩავაგდოთ აუზში და გაირუჯოს. ხო, მოდი ჩავაგდოთ. რა კარგია, მზეზე ვწევარ და მზეს ვუყურებ, ვირუჯებიდან. მზეზე ვწევარ. დასრულებულია მოვჭი. მზეს ვუყურებ. უკვე ვეღარ დაწვევი, ახლა იყვინთავე. რა, ჩაყვინთვა, ჩემი თვიზა. რა თქმა უნდა, შენ თვითონ უბრალოდ დაგეხმარები. მართალია ბიჭებო, ასწავლეთ ამ ზარმაც ხალბატონს გაკვეთილი. მხოლოდ ჭამს და წინავს, მეტი არაფერი. ბიჭებო, უკან დამსვით სადაც ვიყავი, არ გეხმრებით, ყველას მოგკლავთ იცოდე, სათითაოდ, მარტო დამტოვეთ. 1 2 3 დაითვალეთ. 1 2 3 რა, ჯიჯი, ცურვა აღარ გინდა? ბიჭებო, უკან დამსვით, არ გეხმრებით. კარგი ჯიჯი, ხომ თქვი რომ ცურვა აღარ გინდა, ხო და შედი შიგნით და ნუ არ შეგვაწუხებ. მე თუ არ ვიცურავებ, არც არავინ იცურავებს. ფუ, კარგი ბიჭებო, დაკახელი. კარგი, მოდი დავისვენოთ, აბა კოსტია, გაწმინდე აუზი? კარგი, სასახლე წყალში ჩავდოთ და ვიცურავთ. ჯიჯი, იფიქრე. ამ დიანას მეგობრებს რაღაც უნდა მოუხერხო, თორემ ცურვის საშუალებას არ მაძლევენ. ჯიჯი, იფიქრე. ვიცი, რაღაცას ვისვრი აუზში და ვეღარ იცურავებენ. რაღაც უნდა იყოს იქ. ბალახზე იქნება რაღაც დაშენილი. აბა, სად არის ჩემი ბედნიერება? უცნაურია რომ აქ არაფერია. დიანამ გაწმინდა? იქნება აქ? კარგით ბიჭებო, მე ვიქნები პირველი, ფრთხილად იყავით. დიანა, იჩქარე, ჩვენ უნდა ჩავყვინთოთ ახლა. მოიცადე დიმა, თედისთან ერთად მინდოდა ცოტა ხანი ყოფნა. კარგი კოსტია, მიდი. ბონი და თედი, არაფერი არ გიჭამიათ, ამიტომ აღარ არის განავალი. რატომ არ ჭამთ არაფერს? ხო, ისინი ერთობიან, ცურაობენ. ჯიჯის კიდე უთხრეს, დარჩი სახლში და არ იცურაო. კარგი, არტემ, მოიცადე? კოსტია, შენც? მიდი, კოსტია, შედი. გაცურე, პრინცესა. და თქვენ, ბონი და თედი, მოღალატეები ხართ. საერთოდ არ გინდათ რომ ჯიჯის დაეხმაროთ. კარგი, არა უშავს, სხვა გზას ვიპოვი, რომ დიანას და მის მეგობრებს ჭკუა ვასწავლო. ვაიმე, შეხედეთ, კოსტია ცურავს ჩემს სასახლეში. ეს სასახლე მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჯიჯის. მე ვარ პრინცესა, მე და არა შენ, კოსტია. ბავშვებო, მომისმინეთ, 15 წუთი დავისვენებთ და მერე ჩავყვინთავთ, კარგი? კარგი, 15 წუთი გავირუჯებით და ჩავყვინთავთ, გვეყოფა სისულელეები. მე მზის ქვეშ წევარ და მზეს უყურებ. მზის ქვეშ წევარ და მზეს უყურებ. მე ვწევარ. იმაშე შვი სიმღერას ჯიჯის ძალიან დიდხანს უსმინე?
არტემ, მიდი ცივი წყალი შეასხი, მგონი ეს ძალიან გახურდო. კარგი. დიანა, ჭიქა მომეცი გთხოვ. არტემ, რისთვის გჭირდება? მერე დამიბრუნე. ჰეი, არტემ, რასაკეთებ? ახლავე დროს ავიღებ. მე მოგიტან ახლავე. მე მოგიტან. აბა ჯიჯი, ახალი გეგმა გჭირდება. კარგად იფიქრებ. ყოველთვის კარგად გამოგდის და ახლაც გამოგივა. იფიქრე ჯიჯი. რისი გაკეთება შეგიძლია? იფიქრე. ვიცი, დიანას ტელეფონს ავიღებ და აუზში ვისვრი. ამის შემდეგ მათი წვეულება აუცილებლად დამთავრდება. შეხედე როგორ ერთობიან. არა, დიანას ტელეფონს ვერ ჩავაგდებ აუზში, მე საერთოდ აღარ მაპატიებს, მაგრამ შემიძლია მათი ტანსაცმელი ჩავაგდო. აი, ახლა გავერთობით. აქ არიან, მეორე მხრიდან უნდა მოვუარო. მე დავიჭერ. დავიჭირე. დიანა, სამამდე დავითვლი. ბიჭებო, შეხედეთ, რის გაკეთებას აპირებს. ჯიჯი, დადე ჩემი ტანსაცმელები. რას აპირებ? ისინი დღეს უნდა ჩავიცვა ქალაქში რომ გავალ. 1 2 და ბოლო 3 ჯიჯი, ეგ არ უნდა გექნა. მოიცადე? ოხ ჯიჯი, ახლავე გაჩვენებ. დაკეტილია. ახლა ბავშვებო, დრო აგაგრილდეთ. აი თქვენთვის ყინული, რომ აუზი გაგრილდეს. ბევრი მაქვს, არ ინერვიულოთ. ჯიჯი, დიანა, გააღე. შეეშვი ჯიჯისთან ლაპარაკს, ტანსაცმელები ავიღოთ აუზიდან. ხო, თორემ მთელი დღე მოგვიწევს მასში ყოფნა. კარგი, ხო, ტანსაცმელი ავიღოთ. მოდი ტანსაცმელები ავიღოთ და მერე ვიცურავთ. ოჰ, თედი, გამარჯობა. ჯიჯი? ბავშვებო, გადავწყვიტე რომ აუზი გაგიგრილოთ. ჯიჯი, სცადე უბრალოდ, გადაწყვეტე რომ არ უნდა ვიცურავოთ. მორჩა, ეს არის. ბიჭებო, ახლავე უნდა შევაჩეროთ. დაგიჭირეთ. აბა ჯიჯი, გაგრილების დროა? მოისმენებ? რამენაირად უნდა მოვაგვაროთ ეს? შეუძლებელია, მათი ბრალია. ხო, მათი ბრალია. კი. დიმა, არ მესმის, ამიხსენი, რატომ მეძახი ნასტიას რაღაც ახელებს? რისთვის? ხო, რატომ მეძახი სახელებს? დიმა, პასუხს ველოდები და გავიწყდა რაც გასწავლე, არ არის კარგი როცა გოგოებს სახელებს ეძახი. დიანა, მე შენ მომწონხარ და არა ის, ამიტომ მეძახი მას სახელებს. სულაურიე დიმა, ამას შენ გარნა არ ველოდი. არტემ, შენ? ხო, არტემ, რატომ გადამასხივე დროთი წყალი, როცა ოთახს ვალაგებდი? იმიტომ, რომ აღარ მომწონხარ. დიანა, რაღაც უნდა გავაკეთოთ, ბიჭებს რაღაც ჭირთ. ხო, კნოპა, გაოგნებული ვარ. კოსტია, რატომ მოპარე ჯულის ტანსაცმელები, როცა სპორტისთვის გასახდელში იცვლი და რატომ ამის მერე სკოლაში დადიოდა პირსახოცი ჩამოხვეული? ხო, იმ ნივთებს ვეძებდი, რაც მან დამიმალა. იმიტომ, რომ ჯული აღარ მომწონს, ის თმებს ძალიან ხშირად იხებავს. დღეს ნაცრისფერია, ხვალ ქერა იქნება და მერე ალბათ ლურჯი და ვარდისფერი.
კოსტია რა? დამშვიდი ჯული. კარგით, გოგოებო. არტემ, შენ რა გაგჭირს? ხო, არტემ, რა გჭირს? რა არ მოგწონს ჩემში? მართლა არტემ, რატომ არ მოგწონს მარიუსა? ის კარგი მასპინძელია, ლამაზი გოგო და მოდელი. და ასევე კარგად ამზადებს საჭმელს. რა არის პრობლემა? მარუსა უკვე აღარ მომწონს. დღეს ხელბურთს თამაშობდით და მერე რა? ხო, მერე რა? მარუსას ბურთის წართმე უნდოდა და ჩემზე დაეცა. თქვენ რაზე იცინით? თითქმის ყოღოსავით გამჭყიდა. კარგი, ყველაფერი გასაგებია. ბიჭებს გოგოები აღარ მოწონს და ამიტომაც ჩხუბობენ. აღარ ვიცი რა გავაკეთო. იცი რა დიანა, ეგ არ არის საქმე. ჩვენა 4 ახალი მოსწავლე გვყავს კლასში. ხო, და მათ ისინი შეუყვარდათ. ხო, ეს გოგოები ლამაზები არიან, მაგრამ სულელები. ჩვენ კი უბრალოები ვართ და აღარ ო, გვჭირდება. მაგარია ბიმბოები. და შენ ძალიან უბრალო ხარ. ჩვენ ბიმბოებს ვირჩევ. დაინახე დიანა, ისევ გვაბულინგებენ. რა საშინელება. ანუ ბიმბოები გინდათ ბიჭებო? დიანა, ერთი იდეა მაქვს. ხო, კარგი ბიჭებო, მომისმინეთ 1 საათი გაისეირნეთ. ნახავთ ვინ არიან ბიმბოები და ვინ უბრალო გოგოები. ხო, ჩვენ გოგოებს მაგარ ბიმბოებს გავხდით. მე და დიანამ ბიმბოების ქარხანა უნდა გავაკეთოთ. ოხ, კარგით რა, ნუ გვაცინეთ. წადით თქვენ და ჩვენ მალე ბიმბოები გავხდებით. გოგოებო, ტრანსფორმაციისთვის მზად ხართ? თული სამუშაო იქნება. კნოპა! გოგოებო, ნაკლები სიტყვები მეტი მოქმედება. გოგოებო, ამისთვის მართლა მზად ვართ? გინდა რომ ბიჭებს მოვეწონოთ? კი, და ბიმბოები უნდა გავხდეთ. მე მზად ვარ რომ ბიმბო გავხდე. აბა გოგოებო, მზად ხართ ბიმბოები რომ გახდეთ? ბიმბოების ქარხანა გახსნილია. ნასტია, რის გაკეთებას აპირებ? ვარცხნილობის. ნასტია, არ იმოძრაო, თორემ ვერ გავაკეთებ. დიანა, ბიმბო რომ გავხდები, ვინმე სოყარები? რა თქმა უნდა, მთელ სკოლას შეუყვარდები. ახლა არ ილაპარაკო, მაკიაჟს ვიკეთებ. ნაუპა, როცა ბიმბო გავხდები, ყველას შეუყვარდები, მაგრამ ვერავის შევხვდები. მარიუსა, შენ აირჩევ ყველაზე საუკეთესოს, შენ პრინც. ხო. ნასტია, თითქმის მზად ხარ, გოგოებო, მოდი ვარ. მორჩა ანა, მზად ხარ. ნასტია, შენთან ცოტა უფრო ადრე დავამთავრე. ჯული, იდეალური ხარ, ნამდვილი სილამაზე. მარიუსა, ტუჩები იდეალურია. კარგი, ესე იგი, ყველა მზად არის, გოგოებო. კარგი გოგოებო, პირველი ფაზა დამთავრებულია, მეორეზე გადავდივარ. გოგოებო, იდეალურად გამოგაწყვეთ. ესე იგი, მეორე ფაზა ლამაზი სიარულია. ახლა ყველა სათითაოდ გვაჩვენებთ, ვის რა შეგიძლიათ. გოგოებო, მე ვარ პირველი. დამშვიდი ნასტია, მე ვარ პირველი. იცით რა, მე ვარ პირველი. გოგოებო, მე ყველაზე უფროსი ვარ, ამიტომ პირველი მე გავივლი. მარიუსა, ახლა შენ გვაჩვენებ ბიმბოს სიარულს. ნამდვილ ბიმბოს სიარულს. დიანა, ეს ვირთხა რაში მჭირდება? ამასთან ერთად უნდა გავიარო? მარიუსა, ვირთხები არიან შენ საკანში. ეს არის ნამდვილი ბიმბოს ძაღლი. ხო, მარიუსა, აიღე ძაღლი და გაიარე. მარიუსა, გვაჩვენე ნამდვილი ბიმბოს სიარული. ყოჩაღ მარიუსა, შენ ეს შეძელი. ახლა ჯულის ჯერია. ჯული, აიღე ბიმბოს ძაღლი. მარიუსა, დატოვე პოდიუმი. ჯული, არ არის კარგი, უფრო უნდა ეცადო. შემდეგი არის იანა. იანა, საშინელება! მომეცი ძაღლი, მე გაჩვენებ. წავედით. ცუდი არ არის ნასტია, ყოჩახ, მაგრამ უფრო უნდა იმუშაო. ახლა გოგოებო, გვაჩვენეთ როგორ იღებენ ბიმბოები ფოტოებს. მართალია, გოგოებო, მაგარი სელფები. ნამდვილი ბიმბოები ძალიან ლამაზ სელფებს იღებენ. აბა, გვაჩვენეთ ვის რა შეგიძლიათ. მე ყველაზე მაგარი ვიქნები ფოტოებში. მე ყველაზე ნაზი. მე ყველაზე მხიარული. და მე ყველაზე მაგარი. კარგით, გოგოებო, რასაოდებით? ნასტია პირველი ხარ, მიდი ნასტია. შემომხედეთ. ნასტია, დაჯექი, საერთოდ არ ხარ მაგარი. იცი რა, იანა, ბიმბო უნდა იყოს მხიარული. შემომხედე. გოგოებო, მიყურეთ? ჯული, უფრო მხიარული უნდა იყოს. საერთოდ არ ხარ მხიარული. უნდა დარჩე ლამაზ პოზიციაში. კარგით, გოგოებო. ღმერთო ჩემო, ჯული, საერთოდ არ ხარ ბიმბო. ჯული, შენ ცვილი დაგჭირდება. კარგი ხო?
ჯული, შემომხედე და ისწავლე. მარიუსა, ამ ფოტოებით შენი ყველა ბიჭს შეეშინდება. ხო, მარიუსა, უფრო ნაზი უნდა იყო. შენ მედამცინი ხარ, მაგრამ შენ თვითონაც ვერ იღებ ფოტოს. კარგით, გოგოებო, მეოთხე ფაზა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სიარული. წელი გამართეთ და იარეთ, იარეთ, იარეთ. Yana, ქუსლზე ვერ დგახარ? დაეცემა თქვენს ოცნებებში. გულწრფელად რომ თქვა, Yana არ არის კარგი, მე უკეთ შემიძლია. ვნახავთ. Yanas შანსი მაინც აქვს, ხო, რომ ნამდვილი ბიმბო გახდეს. გოგოებო, შემომხედეთ. მარიუსა, დაინახე? ხო, რა კარგად დადის ქუსლებში. აბა ჩემსავით ვინ გაივლის? მარიუსა, რასაოდები, შემდეგი შენ ხარ. ხო, გოგოებო, ნუ იქნებით ესეთი მოსაწყენები, ბიჭები არ შეგიყვარებენ. ხო, და მთელი ცხოვრება დაგიძახებენ მუწუკიანებს და ცისფერ ვარდისფერთმიანებს. არ არსებობს, სად არის ფეხსაცმელი? მომეცით ფეხსაცმელი. ფრთხილად, მარიუსა, წადი, ჩემი ჯერია. ყოჩაღ მარიუსა, შენი შემართება მომწონს, მიდი, ჩაიცვი ფეხსაცმელი. მარიუსა, ფრთხილად იყავი, იატაკი ყანყალებს. ვაუ, მარიუსა, შესანიშნავად გამოიყურები ქუსლებში, ახალ გვაჩვენე ბიმბო ქუსლებში. მარიუსა, ფრთხილად! ფრთხილად იყავი, მარიუსა! მარიუსა! ვაუ, ქუსლები, ჩემი სტიქია ყოფილა. რა თქმა უნდა, მარიუსა, ქუსლები შენი სტიქია. მარიუს, ახლა ნახავ როგორ დადიან ნამდვილი ბიმბოები ქუსლებში. ბრავო, ეს არის საუკეთესო ბიმბო ქუსლებში. მართლა ძალიან მაგარი იყო. კარგით, გოგოებო, მეხუთე ფაზა გარეგნობა. ისე ჩაგაცვამთ, რომ წარმოუდგენლად ლამაზები იქნებით. სრულ ტრანსფორმაციას გაგიკეთებთ. დიანა, მე ვიქნები პირველი, რადგან პატარა ვარ, ადვილი იქნება ჩემი ჩაცმა. მოიცადეთ გოგოებო, ახლა ვნახავ ვინ აკაკუნებს კარზე და მერე შეგვიძლია გავაგზავნოთ. გოგოებო, ჩემი თავი წარმომიდგენია გრძელ წითელ კაბაში და წითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში. დიანა, ჩვენ ყველაფერი გვესმის. გოგოები უნდა ვნახოთ და ბოდიში მოუხადოთ. ხო, ბიჭებო, წავედით, წავედით. გოგოებო, ყველაფერი გვესმის, არ გჭირდება ბიმბოები. ხო, თქვენ ნამდვილები გჭირდება. არ გჭირდებიან ეგ ბიმბოები. ნასწია, არაფერს აღარ დაგიძახებ. რა თქვით, ბიჭებო? დაგაგვიანდათ, ბიჭებო. რა? რატომ არის გვიანი ჩვენ ბოდიშის მოსახდელად მოვედით? ბიჭებო, ჩვენ უკვე ბიმბოები ვართ და მაგარი შეყვარებულები გვჭირდება. შანსი არა. ხო, ბიჭებო, დაგაგვიანდათ, ეს გოგოები ყველაზე მაგარი ბიმბოები არიან სკოლაში. გოგოებო, ჩვენ შევიცვლებით. ჩვენ შევიცვლებით და დღეიდან მაგარი შეყვარებულები ვიქნებით. ნასტია, შეხედე როგორ გაეკიდნენ ჩვენ გოგოებს. მე მგონი ჩვენი ბიმბოების ქარხანა მუშაობს. ხო, და ამჯერად ისინი გაეკიდებიან ჩვენ გოგოებს.